დღეს განვიხილოთ ძლიერი გონების მაჩვენებლები. ეს არ არის ერთადერთი მაჩვენებელი, ჩვენ განვიხილავთ ერთ-ერთ მაჩვენებელს, ერთ-ერთ ვარიანტს. თუ ეს არ გაქვთ რუკაში არ ნიშნავს, რომ არ გაქვთ ძლიერი გონება, უბრალოდ ეს ერთ-ერთი მაჩვენებელი არის. და ვისაც აქვს, იმათ მაინც ზუსტად ეცოდინებათ, რომ აქვთ ძლიერი გონება. ძლიერი გონება ეგულისხმება ამ შემთხვევაში ის, რომ ერთია როდესაც რამეს გაიგებ და მეორეა როდესაც გაიაზრებ. ჩვენ შემთხვევაში გული და გონება უნდა გაერთიანდეს. ამას ქვია ძლიერი გონება, როდესაც შენ გესმის და შენ შეგიძლია გაიაზრო ის, რაც გესმის. ამას განაპირობებს ერთ-ერთი მაჩვენებელი არის მერკური მთვარის ასპექტი და მერკურის ამ მთვარის ასპექტი ასცენდენტთან, ერთმანეთთან დადებითი ასპექტი. კვადრატიც დასაშვებია, გართულებულია, მაგრამ შესაძლებელია დამუშავება. შეერთებაც იგივენაირად სათულო არის, ოპოზიცია ცუდია და დადებითი ასპექტები, რა თქმა უნდა, ყველაზე კარგი იქნება ესეთ შემთხვევაში მერკური მთვარის ასპექტები დადებითი სასურველია და მერკურის და მთვარის ასპექტები ასცენდენტთან ერთ-ერთი მაინც. უკვე ნიშნავს იმას, რომ რაღაც უფრო პლუსისკენ მიდის, ესე ვთქვათ, გონება რაღაც კავშირი უნდა იყოს მერკურის და მთვარის შორის და უნდა იყოს მერკურის ან მთვარის ასპექტი ასცენდენტთან. რა თქმა უნდა, პარალელურად სატურნი უნდა იყოს ძლიერი, არ უნდა იყოს დაზიანებული, იმიტომ რომ სატურნიც იგივენაირად გონებაზე აგებს პასუხს და გაგებაზე, გააზრებაზე, მეთოდურობაზე და ასე შემდეგ. აზროვნების დროს სატურნიც საკმაოდ ისეთი მნიშვნელოვანი პლანეტა არის. შესაბამისად, აქ რა თქმა უნდა ითვლება იგივენაირად, მაგალითად, თუ მერკური იდგება კერჩხებში, იგივენაირად კავშირი არის მერკურის და მთვარის და იგივენაირად თუ მთვარე იქნება ქალწულში, იგივენაირად იქნება კავშირი მერკურის და მთვარის. ნიშნებიც ამ შემთხვევაში მოქმედებენ. გადახედეთ რუკას, ნახეთ და რეალურად ეს ეხმარება ადამიანს ძალიან ცხოვრებაში, როდესაც გული და გონება ერთმანეთთან არის დაკავშირებული და როდესაც შენ რასაც გეუბნებიან, რეალურად გესმის და შეგიძლია გაიაზრო ემოციურ დონეზეც.